1827 წლამდე სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში მეფე ვახტანგ გორგასლის უნიკალური გამოსახულება შემორჩენილი იყო. ქართლის მეფე აქ წითელი კაბით მოსილი, ხელში მშვილდისრით იდგა. საბედნიეროდ ფრესკა მხატვარმა პიოტრ როსიმ გადმოიხატა და ამით მომავალ თაობებს მეფის სახება შეუნარჩუნა. ფრესკაზეც კარგად ჩანს, რომ ვახტანგი იყო არაჩვეულებრივად წარმოსადეგი ფიზიკური ძალით და ვაჟკაცობით გამორჩეული ადამიანი. მეფის განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების შესახებ მე-13 საუკუნეში არსენ კათალიკოსიც წერდა. მას ვახტანგის სამხედრო იარაღი და სამოსელი ნანახი ჰქონდა და ამიტომაც აღნიშნავდა გორგასლის გოლიათურ სიმაღლეს, რომელიც კათალიკოსის ცნობით დაახლოებით 2 მეტრსა და 40 სანტიმეტრს აღწევდა. ვახტანგ მეფე არა მარტო ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ბრძოლის მიმდინარეობას, არამედ პირადად იღებდა შეტაკებებში მონაწილეობას და საარაკო გმირობით იბრძოდა ყოველთვის. იგი იყო ყველგან, სადაც ეს ქართულ ლაშქარს სჭირდებოდა. თუ უფრო მძლავრობდნენ სპარსელები, მეფეც იქ გაიელვებდა და სპარსელებიც თავზარდაცემულები ატეხდნენ ღრიალს, აფრთხილებდნენ ერთმანეთს. დურ აზ გორგასარ, ანუ ერიდეთ თავსა მგლისასა. მეფის მუზარაძე ხომ ერთ მხარეს მგლის თავი იყო გამოსახული და მეორე მხარეს ლომი. ასე გაჩნდა წოდება გორგასალი. გასაოცარ ფიზიკურ ძალასა და შემართებასთან ერთად ვახტანგი ქვეყნის მეთაურისათვის აუცილებელი სიბრძნით, დიდი დიპლომატიური ნიჭითა და პოლიტიკური ალღოთი იყო დაჯილდოებული. 15 წლის ვახტანგმა დიდი ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ კავკასიაში. დაიკავა დარიალის ხეობა, გაამაგრა ციხე და იქ თავისი ცველები ჩააყენა. მეფე ვახტანგის მოღვაწეობის შედეგია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა ქართლის სამეფოს დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანა. ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება მცხეთაში სვეტიცხოვლის დიდი კათედრალური ტაძრის მშენებლობაც. 482 წელს ვახტანგმა დედოფალ შუშანიკის დამღუპველი, ჯულისა და ქვეყნის მოღალატე ურჯულობ დეშხი ვაზგენი იგივე ვარსქენ პიტიახში მოაკვლევინა და ამით დაიწყო დიდი აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ. ვახტანგის ისტორიკოსის ცნობით მეფის უკანასკნელი ბრძოლა იორზე, უჯარმის ციხესთან მოხდა. ქართველები ცისკრის ჟამს შეტევაზე გადავიდნენ. თვით ვახტანგი ირანელთა ბანაკში, ირანის შაჰის კარავში შეიჭრა და იქ სპარსელთა უფლისწული ბარტა მიმოკლა. ერთი ძველი წყაროს თანახმად, როცა მეფემ ხმალი აღმართა, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი იღლიასა ქვეშე. ჭრილობა საბედისწერო აღმოჩნდა. გმირმა მეფემ სიკვდილის წინ ქართველებს ასეთი ანდერძი დაუტოვა. ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილს, მიიღეთ ნათელი საუკუნო. აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე წერდა. ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და პირუთვნელი მსაჯული ხალხია. ხალხი დიდების შარავანდედით მოსავს ერისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებულ მოღვაწეებს. სწორედ ამიტომაც თავისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ქართველმა ხალხმა ვახტანგ მეფისადმი კარგად ცნობილ ლექსში ჩააქსოვა. ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა. ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზეთ ფეხი შესდგა, დიდმა მთებმა შეჰქნა დრეკა.